მოგესალმებით. ადამიანის უფლებების, სიტყვის გამოხატვისა და მედიის ევროპული სტანდარტები, ევროპული კანონმდებლობა, რომელიც პირველ რიგში ევროპელ მოქალაქეზე იყო მორგებული, ისტორია ხდება. სამაგიეროდ დღეს პირველ ადგილზე დგება გლობალური deep state-ის მიერ დაკვეთილი დავალებების შესრულება. ამ დავალებას მსხვერპლად ეწირება ყველა ის ღირებულება, რასაც ჩვენ ევროპულ ღირებულებებად ვიცნობდით. ამ ევროპული ღირებულებების გამო იყო ევროკავშირი მიმზიდველი. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ევროპა უკვე ყოფილ ევროპად იქცა და ის ძველი მიმზიდველობას დაკარგა, რომელიც თავის დროზე ყველას ძალიან მოსწონდა. მეტიც, სწორედ ამ ძველი, ნამდვილი ევროპული ღირებულებების გამო იყო ევროკავშირი და მისი სტანდარტები ყველასთვის სამაგალითო, თორემ დღეს ასე აღარ არის. ყველას გვახსოვს რუმინეთში მომხდარი ისტორია, თუ როგორ გააუქმეს არჩევნების პირველი ტური და გამარჯვებულ კანდიდატს კალინ ჯორჯესკუს საერთოდ აუკრძალეს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა. ასევე კარგად გვახსოვს მარინ ლეპენის ისტორია. მისმა პარტიამ გასული წლის ივნისში ევროპარლამენტის არჩევნებში კარგი შედეგები აჩვენა. ასევე კარგი შედეგები ჰქონდა ვადამდელ არჩევნებშიც, მაგრამ ისევე როგორც კალინ ჯორჯესკუს მარინ ლეპენსაც აუკრძალეს არჩევნებში მონაწილეობა და განაჩენიც გამოუტანეს. ასევე არაერთხელ გვისაუბრია ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ქვეყანაზე, მოლდოვაზე, სადაც მაია სანდუმ არჩევნები ძალიან ბევრი კითხვის ნიშნის ფონზე მოიგო. ცოტა ხნის წინ კი მთავარი კონკურენტი ევგენია გუცული დააპატიმრებინა. ეს ყველაფერი უკვე სახიფათო ტენდენციაა და აჩვენებს ევროკავშირის პოლიტიკური ელიტის სრულ თავზე ხელაღებულ პოლიტიკას. ოღონდაც deep state-ის ნაკარნახევი გლობალისტური და ნეოლიბერალური ღირებულებები ინერგებოდეს და ბრიუსელის ბიუროკრატიას საფრთხე არ ექმნებოდეს. შეგახსენებთ ყოფილი ევროკომისრის ტიერი ბრეტონის კმაყოფილებას რუმინეთში არჩევნების გაუქმებითა და მის მუქარას გერმანიაში არჩევნების შედეგების გაუქმებაზე, თუკი ევროკავშირი ამის საჭიროებას დაინახავდა. ჩვენ მაშინვე ვთქვით, რომ ეს ძალიან სახიფათო და მეორე მხრივ ევროკრატებისთვის მახასიათებელი განცხადება იყო. დღევანდელი ბრიუსელი აღარ მართავს ევროპული ღირებულებებისა და კანონმდებლობის მიხედვით, არამედ მართავს პრაქტიკულად ავტორიტარიზმის ნიშნებით. შტატების ვიცე-პრეზიდენტი ჯეიდი ვენსი ძალიან მკაფიოდ ამბობდა მიუნხენის კონფერენციაზე, რომ ევროკავშირი სავალალო მდგომარეობაში იყო ყველა იმ კრიტერიუმის მიხედვით, რომლის დაცვისკენაც სხვებს მოუწოდებენ. ვითარების სარკედ მოიყვანა გაუქმებული არჩევნები რუმინეთში და ყოფილი ევროკომისრის ტიერი ბრეტონის კმაყოფილება ამ არჩევნების გაუქმებით. ფაქტია, ეს განცხადებები ჰაერზე არ იყო გაკეთებული და რეალური საფუძველი ჰქონდა. და მიუხედავად ამისა, გერმანიამ და მისმა ხელისუფლებამ, ისევე როგორც გერმანულმა კანონმდებლობამ, მაინც ყველა გააოცა ბოლო გადაწყვეტილებით. გერმანიაში პარტია ალტერნატივა გერმანიისთვის მემარჯვენე ექსტრემისტულ ორგანიზაციად გამოაცხადეს. ეს არ ნიშნავს, რომ პარტია აკრძალულია, თუმცა ფაქტია, რომ აკრძალვისკენ გადადგმული ერთი ნაბიჯია და სამსახურებს ზედამხედველობის მეტ უფლებამოსილებას ანიჭებს მასზე, რაც შესაძლებელს ხდის შეხვედრების დაკვირვებას და ტელეფონების მოსმენას. გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრი ნენსი ფეზერი აცხადებს, რომ თურმე ეს გადაწყვეტილება არ არის პოლიტიკურად მოტივირებული, მაგრამ ასეთი თავის მართლება სასაცილოა და მეტი არაფერი. გერმანიაში თებერვალში გამართულ ვადამდელ არჩევნებში პარტიამ ალტერნატივა გერმანიისთვის მეორე ადგილი აიღო. არჩევნების შემდეგ ჩატარებულ გამოკითხვებში კი ეს პარტია უკვე ლიდერობდა. ასე იყო მაგალითად 9 აპრილს, ასევე 22 აპრილს გამოქვეყნებულ გამოკითხვებში, სადაც პარტიას ალტერნატივა გერმანიისთვის 26%-იანი მხარდაჭერა ჰქონდა. ამას ემატება მომავალი კანცლერის ფრიდრიხ მერცის დაბალი რეიტინგებიც. 2 მაისს გამოქვეყნებული გამოკითხვის მიხედვით, გერმანელთა უმრავლესობა მას, როგორც მომავალ კანცლერს, მხარს არ უჭერდა. ამ ფონზე იმის თქმა, რომ პარტიის ალტერნატივა გერმანიისთვის ექსტრემისტულ ორგანიზაციად გამოცხადება არ არის პოლიტიკურად მოტივირებული, კიდევ ერთხელ ვიტყვით, მხოლოდ სასაცილოა. ამ გადაწყვეტილებას მალევე გამოეხმაურდნენ შტატების ვიცე-პრეზიდენტი და სახელმწიფო მდივანი. ფაქტი ორივემ დაგმო. ვენსმა გერმანიის პოლიტიკური ელიტა დაადანაშაულა პარტიის განადგურების მცდელობაში. რუბიომ მომხდარს უკვე შენიღბული ტირანია უწოდა და ისევ გერმანიის პოლიტიკური ელიტა დაადანაშაულა ღია კარისა და საემიგრაციო პოლიტიკაში. ეს ორივე განცხადება მისასალმებელია, მაგრამ მაინც ჩნდება შეკითხვა, დაუწესებს თუ არა შტატები გერმანიას სანქციებს. გერმანიაში deep state-ის პოლიტიკური ოპონენტების დევნამ და მათ წინააღმდეგ სამართლებრივი მექანიზმების გამოყენებამ კიდევ ერთხელ ცხადყო ის ღირებულებითი კრიზისი, რომელშიც დღეს ევროპა იმყოფება.
ევროპაში წარსულს ჩაბარდა ადამიანის ფუნდამენტური უფლებები, რომელიც დღეს ვიწრო ჯგუფის უფლებებით ჩანაცვლდა. მათ შორის სრულად ნიველირებულია ძირითადი პოლიტიკური უფლებები. სწორედ ამის შედეგია, როდესაც მილიონობით ევროპელ მოქალაქეს არჩევანის უფლებას ართმევენ. ევროპაში ადამიანის ძირითადი უფლებების შეზღუდვის პროცესში მნიშვნელოვანი როლი აქვს ევროპულ კანონმდებლობას, რომელიც დღეს სრულად ემსახურება Deep State-ის ინტერესების გატარებას და გარკვეულწილად მოქალაქეებზე ზემოქმედების რეპრესიულ ინსტრუმენტს წარმოადგენს, როგორც ამ კანონმდებლობის მიმღები და აღმასრულებელი ორგანოები. Deep State-ის პოლიტიკური მოწინააღმდეგეების დევნის პროცესმა კიდევ ერთხელ გამოაჩინა ერთ-ერთი მთავარი ევროპული ღირებულების, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების დაკარგვისა და მედიის სრულად მორჩილების საკითხი. ევროპული მედია დღეს სრულად კონტროლდება Deep State-ის მიერ. სწორედ ამიტომ, არათუ ეწინააღმდეგება ევროპაში მემარჯვენე კონსერვატიული ძალების დევნისა და პოლიტიკური ველიდან განდევნის პროცესს, არამედ პირიქით, ამ პროცესში ერთ-ერთ მთავარ როლს ასრულებს. სწორედ ევროპული მედია აშავებდა წლების განმავლობაში Deep State-ის ოპონენტებს, მათთვის ექსტრემისტის, რუსეთის ინტერესების გამტარებლისა და ანტიდემოკრატის იარლიყების მიწებებით. ყველაზე რეიტინგული გერმანული პარტიის ექსტრემისტულ ორგანიზაციად გამოცხადების შესახებ ნახეთ გიორგი მდივანის სიუჟეტი. პოლიტიკური თავისუფლების და დემოკრატიის შეზღუდვის მორიგი ევროპული სერია ამჯერად გერმანიიდან, სადაც ბოლო გამოკითხვებით ყველაზე პოპულარული პოლიტიკური პარტია ალტერნატივა გერმანიისთვის ექსტრემისტულ ორგანიზაციად გამოაცხადეს. გერმანიის სადაზვერვო სააგენტომ გასაიდუმლოებული 1000 გვერდიანი დასკვნის საფუძველზე AfD ექსტრემისტულ ორგანიზაციად შერაცხა. ევროპული პოლიტიკით დაინტერესებული ადამიანებისთვის ეს გასაკვირი არ უნდა იყოს. განსაკუთრებით საფრანგეთში მარინ ლეპენის წინააღმდეგ ხელოვნურად აგორებული სასამართლო პროცესის და არჩევნებში მონაწილეობის 5-წლიანი აკრძალვის და რუმინეთში კალინ ჯორჯესკუს მოგებული არჩევნების გაუქმების შემდეგ. Deep State-ის მარიონეტი ევროპული ბიუროკრატია ძალაუფლებას თვალსა და ხელს შუაკარგავს, რადგანაც ხალხი მასობრივად ანტი-მეინსტრიმულ პარტიებს აძლევს ხმას და რაც გერმანიაში ხდება, ამის კიდევ ერთი დასტურია. შეერთებული შტატების ახალი მთავრობის გავლენიანმა წარმომადგენლებმა ერთხმად დაგმეს ეს გადაწყვეტილება და უკიდურესად გააკრიტიკეს გერმანელების მიერ ალტერნატივა გერმანიაზე ნადირობის გამოცხადება. გერმანიამ ახლახან თავის სადაზვერვო სააგენტოს ოპოზიციის თვალთვალის ახალი უფლებამოსილებები მისცა. ეს დემოკრატია არ არის, ეს შენიღბული ტირანიაა. სინამდვილეში ექსტრემისტული პოპულარული AfD კი არაა, რომელმაც ბოლო არჩევნებში მეორე ადგილი დაიკავა. არამედ ისტებლიშმენტის მომაკვდინებელი ღია საზღვრის საიმიგრაციო პოლიტიკა, რომელსაც AfD ეწინააღმდეგება. გერმანიამ კურსი უნდა შეცვალოს. მარკო რუბიოს შემდეგ შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა JD Vance-მაც არ დააყოვნა და ევრობიუროკრატები ახალი ბერლინის კედლის აშენების მცდელობაში დაადანაშაულა. ალტერნატივა გერმანიისთვის ყველაზე ცნობილი პარტიაა გერმანიაში და აღმოსავლეთ გერმანიის ყველაზე წარმომადგენლობითი პარტიაც კი. ახლა ბიუროკრატები მის განადგურებას ცდილობენ. დასავლეთმა ერთად დაანგრია ბერლინის კედელი და ის თავიდან ააშენა არა საბჭოთა კავშირმა ან რუსეთმა, არამედ გერმანიის ისტებლიშმენტმა. გერმანული დაზვერვის მიერ მიღებული გადაწყვეტილება რომ პოლიტიკურია, ამას გერმანელი პოლიტიკოსები და ფსევდოანალიტიკოსებიც არ მალავენ და პირდაპირ მიკიბ-მოკიბის გარეშე საუბრობენ იმის შესახებ, რომ ეს გერმანიის ყველაზე რეიტინგული პარტიის აკრძალვის გზაზე პირველი ნაბიჯია, რაც საკონსტიტუციო სასამართლოსთვის გაამარტივებს პარტიის აკრძალვის პროცედურას. გაკოტრებული გერმანელი მწვანეების საპარლამენტო ლიდერი, ვინც 2025 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ორჯერ ნაკლები ხმა მიიღო ვიდრე ალტერნატივა გერმანიისთვის, გახარებული საუბრობს, რომ ახლა მისი კოლეგები პარლამენტში ნაკლებად იყოხმანებენ პარტიის აკრძალვის პეტიციაზე ხელის მოსაწერად. ეს ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა, რომ ალტერნატივა გერმანიისთვის ექსტრემისტულ პარტიად გამოაცხადა გერმანიის დაზვერვის სამსახურმა. წარსულში ჩემი მრავალი კოლეგა ყოყმანობდა, რომ პარტიის აკრძალვის პეტიციაზე მოეწერა ხელი საკონსტიტუციო სასამართლოში განსახილველად. ყოყმანი უკავშირდებოდა დაზვერვის დასკვნის მოლოდინს. ასეთი დასკვნა უკვე მზადაა. გვაქვს მეტი ინფორმაცია. საინტერესოა, ჩემი კოლეგები მზად არიან, რომ AfD-ს აკრძალვაზე მიმართონ საკონსტიტუციო სასამართლოს.
გერმანიაში ალტერნატივა გერმანიის აკრძალვაზე გასულ წელსაც ბევრს საუბრობდნენ. ყველაზე მეტად იმ დროსაც სამთავრობო კოალიციაში შემავალი მწვანეები აქტიურობდნენ. მაშინ ბუნდესტაგის 100-ზე მეტმა წევრმა შუამდგომლობას მოაწერა ხელი, რათა გერმანიის მთავარი ოპოზიციური პარტია თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩენილიყო. მწვანეების და ქრისტიან-დემოკრატების ტანდემი იყო ამ მავნებლური ინიციატივის ავტორი. ალტერნატივა გერმანიისთვის აკრძალვის მომხრეებს სურთ, რომ პარტია არაკონსტიტუციურად გამოცხადდეს გერმანიის კონსტიტუციის 21 მუხლის თანახმად. საერთო ჯამში აკრძალვის მოთხოვნა 113-მა პარლამენტარმა მოაწერა ხელი, რაც არასაკმარისი აღმოჩნდა. შუამდგომლობის ავტორები ითხოვენ, რომ ეს საქმე გერმანიის საკონსტიტუციო სასამართლოში იქნას განხილული. AfD-ს პოლიტიკური დევნის გამო ბევრი ევროპელი კონსერვატორი გამოეკომაგა. ვიქტორ ორბანმა სრული მხარდაჭერა აღუთქვა AfD-ს ლიდერს ალისა ვაიდელს. რა ჯანდაბა ხდება გერმანიაში? ალისა ვაიდელ, შეგიძლია ჩვენი იმედი გქონდეს. ალტერნატივა გერმანიისთვის ექსტრემისტულ ორგანიზაციად გამოცხადება სხვა არაფერია თუ არა უხეში ანტიდემოკრატიული ღონისძიება იმ ხალხის პოლიტიკური ველიდან გაყვანის მიზნით, ვისაც ამ მომენტისთვის ყველაზე დიდი მხარდაჭერა გააჩნია გერმანიაში. ბოლო სოციოლოგიური კვლევების თანახმად გერმანიის მოსახლეობის თითქმის 1/4 AfD-ს მხარდამჭერია. ანუ გერმანიის ყოველი მეოთხე მოქალაქე ზურგს უმაგრებს იმ პოლიტიკურ გზავნილებს, რასაც ეს პარტია აჟღერებს. უკანონო მიგრაციის მაქსიმალური აკრძალვა, გერმანიისთვის პოლიტიკური სუვერენიტეტის დაბრუნება, რისი ხელყოფაც ევროპულმა deep state-მა მოახერხა და იაფი რუსული ენერგორესურსებისკენ დაბრუნება, რაც გერმანული ეკონომიკური წარმატების ერთ-ერთი ფუნდამენტი იყო. AfD-ს მხარს გერმანიის მომავალი უჭერს. 2025 წლის გერმანიის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს თუ გადავავლებთ თვალს, აღმოვაჩენთ, რომ 18-დან 24 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში ყველაზე მეტმა ადამიანმა სწორედ AfD-ს მისსახმა. ევროკავშირის deep state-ს კი სურს, რომ ეს ხალხი, ვინც გერმანიის მომავალს წარმოადგენს, გააჩუმოს და მათ საპროტესტო არჩევნის საშუალება არ მისცეს. deep state-ის დანიშნულ ევრობიუროკრატიას გავლენის დაკარგვა არ სურს და ყველა მეთოდის გამოყენებით ბოლომდე ებღაუჭებიან ძალაუფლებას, თუნდაც ეს ხალხის რჩეული პარტიის აკრძალვას ნიშნავდეს. მაგრამ გერმანიაში ეს არაა პირველი შემთხვევა, როდესაც დაზვერვის სამსახური დიდი პოლიტიკური მხარდაჭერის მქონე პარტიას და მის ლიდერებს უთვალთვალებს და მათ მიმართ სხვადასხვა სპეცოპერაციებს ანხორციელებს. AfD-მდე პოლიტიკური დევნის და სამთავრობო შევიწროების ანალოგიური გზა გაიარა მთავარმა გერმანულმა მემარცხენე პარტიამ, Die Linkem. უბრალოდ მათ შემთხვევაში აკრძალვამდე და სრულ პოლიტიკურ გარიყვამდე არ მივიდა საქმე, რადგანაც AfD-სგან განსხვავებით ისინი გერმანიის ნომერ პირველი პარტია არასდროს არ ყოფილან. გერმანელი მემარცხენეების მძიმეწონიანი წარმომადგენლები, გრეგორი გიზი და პეტრა პაუ გერმანულ დაზვერვას ბრალსდებდნენ მათ წინააღმდეგ თვალთვალში და სპეცსამსახურების საიდუმლო მეთოდების გამოყენებაში. გერმანელი მემარცხენეებიდან ბუნდესტაგის წევრების 1/3-ს გერმანული დაზვერვა უთვალთვალებდა. თავის დროზე ამ სკანდალის შესახებ შპიგელის ჟურნალისტური გამოძიების შემდეგ გახმაურდა. ანუ საქმე მემარცხენეობაში და მემარჯვენეობაში კი არაა, არამედ იმაში, თუ რამდენად ემორჩილებიან ესა თუ ის პოლიტიკური პარტიები გლობალური deep state-ის ბრძანებებს და რამდენად უპრობლემოდ ექვემდებარებიან. ვინც დამოუკიდებელ პოლიტიკას აწარმოებს, საკუთარი ქვეყნის პატრიოტია და არა გლობალური კორპორატოკრატიის მსახური, გლობალისტების მიერ მომენტალურად შეიძლება საფრთხედ გამოცხადდეს. ევროპული deep state-ის დაქირავებული ექსპერტები და აკადემიური წრის წარმომადგენლებიც დიდი ენთუზიაზმით შეხვდნენ ამ საეჭვო და აშკარად რეპრესიულ გადაწყვეტილებას. Yes, of course. ვეთანხმები ამ გადაწყვეტილებას, მიმოჩნია, რომ უნდა დაინიცირდეს პარტიის აკრძალვის პროცედურები. დღევანდელი დასკვნა ამყარებს ჩვენს შეფასებებს, რომ არსებობს ძლიერი მტკიცებულებები, რომ AfD არაკონსტიტუციურია. საერთაშორისო აუდიტორიას მინდა ავუხსნა, რომ გერმანულ დემოკრატიაში სიტყვის თავისუფლება არ იგრძელება. ჩვენ გვაქვს ერთგვარი მებრძოლი დემოკრატიის კონცეფცია. ჩვენი ისტორიიდან გამომდინარე, ჩვენ ვიცავთ დემოკრატიას მისი მტრებისაგან, როგორც უკანასკნელი რესურსი. შეგვიძლია პარტიის აკრძალვა, რათა კონსტიტუცია დაცული იყოს ექსტრემისტებისაგან. ქალბატონი უნგერნ სტენბერგი საკმაოდ საინტერესო ფრაზას ახსენებს. მებრძოლი დემოკრატია, სამხედრო დემოკრატია. მისი და ბევრი ლიბერალის აზრით დემოკრატია სამხედრო პროცესია, რომელსაც თურმე დაცვა სჭირდება. ამ ტერმინის ერთ-ერთი მთავარი პოპულარიზატორი ევროპაში ურსულა ფონ დერ ლაიენის მეგობარი და მთავარი პოლონელი ლიბერალი დონალდ ტუსკი იყო. მაგრამ ვისგან იცავენ ამ დემოკრატიას? საკუთარი თანამოქალაქეებისგან? ცოტათი გაუგებარია რისთვის იცავთ თავს. რა არის ის დადებითი საერთო ხედვა, რომელიც სულდგმულობს უსაფრთხოების ამ პაქტში? რა არის ის, რისიც ასე გვწამს? მე მწამს, რომ არ არსებობს უსაფრთხოება, როდესაც გეშინია შენი ხალხის ხმისა და სინდისის.
ევროპა ბევრი საფრთხის წინაშეა, მაგრამ ამ ეტაპზე კონტინენტი და ჩვენ ერთად ვართ ჩვენს მიერ შექმნილი კრიზისის წინაშე. შენი ამ მრჩევლის თუ გეშინია ამერიკა ვერაფერს გიშველის. ვერც იმ ხალხისთვის გააკეთებთ რამეს, ვინც მე და პრეზიდენტი ტრამპი აგვირჩია. ამერიკა თქვენთვის არაფერს გააკეთებს. თქვენ გესაჭიროებათ დემოკრატიული მანდატი, რომ რამეს მიაღწიოთ ახლო მომავალში. საპირისპირო შემთხვევაში გველის არასტაბილური შედეგები. ამ კონცეფციის მხარდამჭერების აზრით დემოკრატიის სახელით შესაძლებელია პიროვნული თავისუფლებების დროებითი შეზღუდვა, პარტიების აკრძალვა და სხვა რადიკალური ღონისძიებების გატარება. მაშინ რით განსხვავდება ეგრეთ წოდებული ევროპული დემოკრატიები ტოტალიტარიზმისგან, თუ რეპრესიული ელემენტებით ცდილობენ საკუთარ კვლავ წარმოებას. თუ უბრალოდ ეს ლიბერალური ტოტალიტარიზმია და დემოკრატიული მხოლოდ ლირიკაა ამ ყველაფერში. დაუბრუნდეთ ისევ ალტერნატივა გერმანიისთვის საკითხს. რას ედავება მას გერმანიის დაზვერვა და რა უფლებით შეიძლება აკრძალოს გერმანიის ფედერალურმა საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნული პარტია? AfD უნდა იყოს კატეგორიზებული როგორც დადასტურებულად მემარჯვენე ექსტრემისტული პარტია. დამტკიცებულია, რომ AfD იბრძვის დემოკრატიის დღის წესრიგის წინააღმდეგ. AfD წარმოადგენს ეთნიკურ კონცეფციას, რომელიც დისკრიმინაციას უწევს მოსახლეობის ჯგუფებს. მიგრაციის ისტორიის მქონე მოქალაქეები მეორე ხარისხოვან გერმანელებად განიხილებიან. ეს აშკარად ეწინააღმდეგება კონსტიტუციის პირველ მუხლს, ადამიანის ღირსების გარანტიას. ალტერნატივა გერმანიისთვის უკანონო და უკონტროლო მიგრაციის წინააღმდეგ გამოდის და გერმანიის მოქალაქეების არანაირ ეთნიკურ სეგრეგაციას არ უჭერს მხარს და არც დღის წესრიგში არ აყენებს მსგავს მიდგომას. პარტიას უბრალოდ სურს, რომ ევროკავშირის ლიბერალური სიგიჟე გერმანიაში დასრულდეს. სახელმწიფო ბიუჯეტიდან მილიარდობით ევრო არ იხარჯებოდეს გაურკვეველი წარმოშობის მიგრანტების დახმარებაზე, ყოფა ცხოვრებაზე და მათ არ შემდგარ საზოგადოებრივ ინტეგრაციაზე. AfD დამნაშავე მიგრანტების დეპორტაციის მომხრეა, ანუ რეიმიგრაციას იმ ადამიანებისთვის, ვინც გერმანიაში გადმობარგების შემდეგ დანაშაული ჩაიდინა. ალტერნატივა გერმანიისთვის მიიჩნევს, რომ იმიგრანტები უნდა დასაქმდნენ, მინიმუმ პირველი 4 წლის განმავლობაში გადასახადები გადაიხადონ და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა შეეძლოთ სხვადასხვა სოციალური დახმარებების მიღება. პარტიის პროგრამის მიხედვით გადასახედია ევროკავშირში თავისუფალი გადაადგილების წესი, ასევე ჟენევის კონვენცია ლტოლვილთა სტატუსის შესახებ უკვე მოძველდა და მიგრანტების და თავშესაფრის მაძიებლების მიღებამდე უნდა მოხდეს მათი ბიოგრაფიული მონაცემების გადამოწმება. იმიგრანტების მიერ ჩადენილი დანაშაულის მატებას თუ მივიღებთ მხედველობაში, ეს სავსებით ადეკვატური მიდგომაა. ისლამური ქვეყნებიდან წამოსული ლტოლვილები ხშირ შემთხვევაში ასიმილაციას ვერ ახერხებენ. საკუთარი წესჩვეულებების იმპორტს ახდენენ გერმანიაში, ქმნიან გეტოებს, დანაშაულის ჩადენასაც კი არ ერიდებიან და ბუნებრივია, რომ ეს საკითხი სულ უფრო მეტ გერმანელს ადარდებს. AfD-ს გარდა გერმანიაში ბევრი პოლიტიკოსი თუ საზოგადო მოღვაწე საუბრობს ქვეყნის ისლამიზაციის და მიგრანტების მოზღვავების საფრთხეებზე. ერთ-ერთი მათგანი ტილო სარაცინი იყო, გერმანელი ინტელექტუალი და პოლიტიკოსი, სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი. 2009-2010 წლებში გერმანიის ფედერალური ბანკის დირექტორთა საბჭოს წევრი. 2010 წელს გერმანელმა პოლიტიკოსმა ხმაურიანი წიგნი გამოსცა სახელად გერმანია, თვითლიკვიდაცია. ნაშრომში ავტორი იმას აღწერს, თუ რა ელოდება გერმანიას შობადობის დაცემის, პრობლემატური იმიგრაციის და ნაკლებად განათლებული და დაბალშემოსავლიანი მოსახლეობის ზრდადი ფენების შემთხვევაში. სარაცინი ამტკიცებს, რომ მუსლიმურ ლტოლვილებს მეორე-მესამე თაობაშიც კი არ სურთ გერმანულ საზოგადოებაში ინტეგრირება. საფრთხის გააზრების მაგივრად გერმანიაში ტილო სარაცინი დააკენსელეს. ჯერ გერმანიის ფედერალური ბანკის დირექტორთა საბჭო დაატოვებინეს და შემდეგ სოციალ-დემოკრატიული პარტიიდან გარიცხეს. ის რაც სარაცინს დამართეს ლიბერალური ფაშიზმის იდეალური მაგალითია. მაგრამ ყველაზე საინტერესო ისაა, რომ ჯერჯერობით ყველაფერი გერმანელი მოაზროვნის პროგნოზირებული სქემით მიდის. ბატონო სარაცინ, თქვენ დიდი ხნის წინ მიანიშნებდით მასობრივი მიგრაციის პრობლემებზე. ბოლოდროინდელი მოვლენების ფონზე ფიქრობთ, რომ მართალი იყავით და სწორი იყო თქვენი პროგნოზები? ეგ არ არის მნიშვნელოვანი, ვინ იყო მართალი და ვინ არა, მაგრამ ზუსტად ისე განვითარდა მოვლენები, როგორც მე მაშინ ვიწინასწარმეტყველე. ყოველთვის ვამბობდი, რომ თუ ჩვენ უცხო კულტურებიდან მილიონობით მუსლიმ ახალგაზრდა კაცს ქვეყანაში შემოუშვებდით, ეს შედეგების გარეშე არ ჩაივლიდა ჩვენი ქვეყნისთვის. და სწორედ ეს მოხდა. რასაც ახლა თვალს ვადევნებთ, ეს მხოლოდ აისბერგის წვერია. სინამდვილეში კი რაც ყოველდღიურად ხდება, ეს არის შემაშფოთებელი. ყოველწლიურად გერმანიაში 8000 დანით თავდასხმა ხდება და წინა წელს 400 ადამიანის მკვლელობის ფაქტი დაფიქსირდა, სადაც დამნაშავეები ისლამური წარმოშობის ქვეყნებიდან არიან. აი, ეს არის ფაქტები.
ალტერნატივა გერმანიისთვის წაყენებული ბრალი, რომ თურმე ის ადამიანურ ღირსებას ლახავს, არის მანიპულაციური და ცრუ. AfD უბრალოდ იმ მიგრაციულ კატასტროფაზე საუბრობს ღიად, რაც ევროპას დაატყდა თავს საკუთარი პოლიტიკის გადამკიდე. ალტერნატივა გერმანიისთვის არასდროს არ ყოფილა ხელისუფლებაში, არასდროს არ ჰქონია რეალური ძალაუფლება, არასდროს არ ჩაუდენიათ დანაშაული საკუთარი თანამოქალაქეების თუ სხვა ქვეყნის მოქალაქეების წინააღმდეგ. აი ნაციონალური მოძრაობა, რომელიც სისტემური ძალადობის და წამების, ადამიანური ღირსების შელახვის და საკუთარი თანამოქალაქეების უფლებების საყოველთაო დარღვევის ჩემპიონია, რატომღაც დასავლეთის მიერ გასაუქმებელი და ასაკრძალი პარტიების სიაში არ ხვდება. პირიქით, ევროპული deep state ნაციონალურ მოძრაობას ისე უფრთხილდება, როგორც რელიგიურ ატრიბუტს. ის გერმანელი პოლიტიკოსები, ვინც ალტერნატივა გერმანიისთვის აკრძალვას უჭერენ მხარს, მიხეილ სააკაშვილის და ნაციონალური მოძრაობის ადვოკატირებით გამოირჩევიან, რაც აშკარა ნონსენსია. ეს არის არაჰუმანური, რაც მის თავს ხდება და ნამდვილად აზიანებს საქართველოს რეპუტაციას, რადგან ადამიანები ამას უყურებენ და ადამიანები ვერ წარმოიდგენენ, როგორ შეიძლება მთავრობა ყოფილ პრეზიდენტს მოექცეს ასე, ეს წარმოუდგენელია. და აბსოლუტურად წარმოუდგენელია სააკაშვილთან ასეთი მოპყრობა, სააკაშვილის მიმართ ასეთი მოპყრობა, ეს არავისთვის არის კარგი. AfD-ს ნაცებისგან განსხვავებით საკუთარი თანამოქალაქეები წლების განმავლობაში არ უწამებია. AfD-ს ნაციონალური მოძრაობისგან განსხვავებით რამდენიმეჯერ არ უცდია სახელმწიფო გადატრიალების მოწყობა. მე გეტყვით, ყველა რამურსიდან ამას პროტესტი განახული პრაქტიკულად. მაშინ, როდესაც პარლამენტის შენობაზე შტურმითაც მივდივართ. პარლამენტისთვის ცეცხლი არ წაუკიდებია. მოსახლეობა შეცდომაში არ შეუყვანია არჩევნების შედეგების არაღიარებით და ყალბი ბრალდებებით გაყალბების შესახებ. და კიდევ უამრავი სხვა მძიმე დანაშაული არ ჩაუდენია. ეს დანაშაულები გერმანიაში AfD-ს კისერზე რომ იყოს, ალბათ არათუ პარტიას აგრძალავდნენ, არამედ მაქსიმალური ვადით მიუშიდნენ თავისუფლების აღკვეთას მის ყველა ლიდერს. გამოდის, რომ საქართველოს პოლიტიკური ველი ბევრად უფრო თავისუფალი და დემოკრატიულია, ვიდრე გერმანული. და რას იღებს საქართველოს სანაცვლოდ? მუქარას, შანტაჟს და სრულიად უსამართლო სანქციებს. მარკო რუბიო, ჯეი ვენსი, დონალდ ტრამპი ერთხმად კი უჭერენ მხარს AfD-ს და გერმანიის ხელისუფლებას აკრიტიკებენ, მაგრამ ეს მხოლოდ განცხადებებად რჩება. შეერთებული შტატები გერმანიას სანქციებს არ უწესებს. ეს თუ შენიღბული ტირანია, მაშინ ამას შესაბამისი პასუხი უნდა გაეცეს, მაგრამ შეერთებული შტატების ხელისუფლება სტუმს. საქართველო, რომელიც ბოლო რამდენიმე წელია დასავლეთის მხრიდან უსამართლო მოპყრობის ობიექტია, კვლავ შეუდარებლად მეტ დემოკრატიულ თავისუფლებას ინარჩუნებს ქვეყანაში, ვიდრე ევროკავშირის ბევრი ქვეყანა. გერმანიაში პარტიის ალტერნატივა გერმანიისთვის ექსტრემისტულ ორგანიზაციად გამოცხადებით, გერმანიამ უკვე აჩვენა, რომ პოლიტიკური სტანდარტები შეცვლილია და პოლიტიკური მოტივებით მოწინააღმდეგეების დევნა უკვე პრაქტიკაში მკვიდრდება. იგივე შეიძლება ითქვას ზოგადად ევროკავშირზეც. იმ პარტიის აკრძალვაზე მუშაობა, რომელიც არც ხელისუფლებაში ყოფილა, არც სისტემური დანაშაული დაუმკვიდრებია, არც ბიზნესის რეკეტი მოუწყვია ქვეყანაში და მით უმეტეს, არც არავისთან ომი არ დაუწყია, ასეთი პარტიის აკრძალვაზე წინაპირობების შექმნა იმიტომ, რომ საიმიგრაციო პოლიტიკას იწუნებს და გერმანიის ენერგეტიკული კრიზისიდან გამოყვანა სურს, მხოლოდ პოლიტიკური მოტივით შეიძლება აიხსნას. პოლიტიკური მოტივით, რომელიც გლობალური deep state-ისგან მოდის და რომლის შედეგადაც როგორც ევროპა იქცა ყოფილ ევროპად, ისე იქცევა ჩვენთვის ნაცნობი გერმანიაც ყოფილ გერმანიად. მე იოანე შაიშმელაშვილი ვარ. გვიყურეთ კვირაში 4 ჯერ, 21 საათსა და 15 წუთზე. დროებით.